მოგესალმებით, მე ვარ ეროვნული ოსტატი ჭადრაკში რეზი ჭკუასელი, ეს კი ჩემი შვილი თაია ჭკუასელი. გამარჯობა. წინა ვიდეო ძალიან მოგეწონათ და ძალიან გვიხარია ჩვენ. უკვე 1100 ნახვაზე ავიდა ჩვენი ვიდეო და ისთვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით და კიდევ გავაგრძელებთ უფრო მეტი შემართები და იმედია გაგახალისებთ. თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. დღეს ჩავწერთ ჩვენ გაბრაზებულ მამას, რომ წინაზე გოთემჩესმა მოუგო ჩემ თაიას და დღეს ავდექი დილას მეთქი ეხა უნდა დავამარცხო გოთემჩესი და ბევრი წვალების შედეგ მართლაც გამომივიდა. ნახოთ, დაელოდეთ ბოლომდე, აბა უყურეთ ბოლომდე ჩვენს ვიდეოს. ესე იგი, დასაწყისში მე მოვედი აქ, ნახეთ აი E4. ჩვენ ვიცით ხო, რომ ცენტრს ვიკავებთ და მაგიტო თან E4-ს დავმაშოთ. ის მოვიდა E5 და არ დამითმო ცენტრი. მხედარი F3 და მხედარი მხედარი F6. ეს რა დებიუტია ხო არ გიცი შე? რუსული პარტია, კი ბატონო. რუსულ პარტიაში აქ რა არის, აბა? სწორად ვითამაშე ნეტა? უჯრა მითხარი, აბა? კი. მითხარი რა არის აქ სწორი სვლა, აბა? მხედარი E5. მხედარი E5, კი ბატონო. აი ის იმან D6 კი არის თამაშა იმან. იცი რა ითამაშა? მხედარი C6. ეს ძალიან აგრესიული სვლა არის და უზუსტო სვლა არის. უბრალოდ სწორი დაცვა ჭირდება. ეტყობა ეგონა რომ ადვილად დავამარცხებდა. ეტყობა ეგონა. ეგონა რომ მე ვიყავი. ეგონა რომ შენ იყავი, შეიძლება. ხო და ავდექი მე და მოუკალი. იმანაც მომიკლა DC. ეხა რას მემუქრება ის? პაიქს მემუქრება მხედრით, ხო? მე ავდექი და დავიცავი პაიკი. X-ფლან რატო ითამაშე? ეს ფლანმა გეთამაშა. მხედრით უნდა დამეცვა? აი მხედრით დაცვაც შეიძლებოდა, კი ბატონო. ვერ ვიტყვით რომ ცუდი სვლა იყო, ეგეც კარგი სვლა იყო, მაგრამ მე უფრო დაცულად მინდოდა ეს ყოფილიყო, იმიტომ რომ მე შეიძლება ყუაქ მოვიდეს და მომიკლას და ეს დაუცველი გახდეს. თუმცა ეხა არ გამოდის აქ პირდაპირ, მაგრამ ორივე კარგი სვლა იყო. მე D3 ვარჩიე რატომღაც. ყუ გამოვიდა C5-ზე. აი ეს დაიმახსოვრე რა. ნახე აი ყუ რო გამოდის აქ, ნახე. უნდა რომ იცი რა უნდა? რა უნდა? აქ ცეცხლოვანი ხაზი კი არის, მაგრამ ყურე აი აქ უნდა გამოსვლა, მე აქ შეტევა. ყოჩახ შენ მხედარი G4 უნდა, ხო? და აქ რო ჩამოვიდეს. ყოჩახ კარგად აინახე. ნახე აი მეც დავინახე ეგ, იცი? და რა ვითამაშე, იცი? აქ მოვედი ყუ E2. რატო? აი ზუსტად შენი მუქარას რომ მხედარი G4-ზე, ყუ G4 ქონდა და გავცვლიდით. ნახე მხედარი G4-ზე, ვაი, მხედარი G4-ზე, ყუ G4-ზე ლაზერი H4-იც ქონდა. სვლა, მაგრამ არაფერი, მე მაინც უკეთესი მჩებოდა, როქს გავაკეთებდი, ან ლაზიერებს მივიდოდი და არაფერი პრობლემა არ მქონდა. აქ მოვიდა H5, ძალიან აგრესიული, ანუ ძალიან შეტევაზე თამაშობდა რა. უნდოდა რომ მალე დავემარცხებინე. მაგრამ პაიკი მყავს მე Z-მეტი. იმას ცოტა უფრო მეტად აქტიური ფიგურები, მაგრამ თუ დავიცავ ამას, უკვე მე მოვიგებ, ამიტომ დაცვაც გჭირდება რა, ხოლო შეტევა არ არის. აი, H3 როქი გააკეთა. რეზი. ხო. შენ რომ მითხარი, აი მუქარები შეგნახო, აბა სადაა მუქარები, სად? ხო და აი ნახე პაიკი რომ მომცა იმან. პაიკი ხო მომაკულევინა, ანუ ის თამაშობს ახლა აქტიურად. მე ამ დროს ჯერ უნდა დავიცვა, რომ მე მუქარები შევქნა. მე კი მინდა რომ გამოვიდე და მუქარები შევქნა, მაგრამ ნახე, აი მაგალითად ყურო გამოსულიყავი აქ, ხო? და მუქარები შემექმნა ესე. იმას იცი რა სვლა ექნებოდა? ლაზიერს მოვიდოდა D4-ზე და შამაცას დამემუქრებოდა აქ პაიკს ეტლის მოგებას და ანუ წავაგებდი. ამიტომ ანუ თუ მეტოქე რაღაცებს გვემუქრება, ამ დროს მუქარები არ უნდა შევქმნათ, ხომა? კი ბატონო, და აი აქ ვითამაშეთ, ჯერ მხედარი გამოვედი. ლაზიერი მოვიდა, ყუმყავს შემოსაყვანი. ნახე, აი მე კი გირჩევთ ბავშვებო, რომ როქი გააკეთოთ ხოლმე დროულად, მაგრამ არსებობს რაღაცა სიტუაციები, როდესაც როქისგან ჯერჯერობით თავი შევიკავე, რადგან აი ამ ყუს გამოსვლა უფრო მერჩივნა.
ფოთაშორის აი ეს Q-5-ით შემელო, მაგრამ პაიკი რო ზედმეტი მყავს და აი აქ დაცული რომ მყავს ყველაფერი, მირჩევნია რომ უფრო ესე ვთქვათ, გაურისყავად მოიგო. Q-5 მხედარი წამოვიდა, Q ჩამოვედი H4-ზე. Q-D4. მოვიდა, ალბათ რა უნდა? ალბათ მხედრის მოკლა, მაგრამ ნუ მხედარს მაინც დაცულია, ხო? რითი არის დაცული? პაიკით. პაიკით დაცულია. Q-ი მოუკალი პაიკი. ლაზიერი მოვიდა აქ. რატომ მოვიდა ლაზიერი? აბა. რა უნდა ლაზიერს? რა აქ მოკლას. კი ბატონო, ანუ უჯრებით მითხარი ხოლმე სწორი ხარ, მაგრამ ლაზიერი B2, ხო? უნდა რომ მოკლას და მე Q-3-ის და რა ვიცი, ძალიან შეგვიტიოს. ეტლი B1 დავიცავით. ეს პაიკი. მხედარი წამოვიდა, Q-ს გამოვწიეთ. არანაირი პრობლემა არ აქვს, ანუ ვიცავთ ჯერჯერობით. ეგ რატო ითამაშე? ნახე, ანუ Q-ს, აი აქ, ხო? ეს მოგეთამაშა? პაიკით? ანუ პაიკი G4 რომ ეთამაშა, მეფე გამეხსნებოდა ძალიან. მიხვდი? და ამიტომ ჯობია რომ Q ჩამოვიდეთ, ან უკეთესად მდგომარეობაში ვართ. აი პაიკი G4 რომ მოვიდა, ეს Q-საც წავიყვანო. ვერსად ვერ წავიყვან, ხო ამ Q-ს? კი ბატონო, ამიტომ ჩამოვწიე Q-F3. მაგერო დაიცავ. კი ბატონო, მაგრამ ესეც ხო დაცული მყავს. სანამ პარტიას გავაგრძელებთ, უთხრათ რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დალაიქეთ ვიდეო. თაია, დაკრიჭეკვილები აბა უთხრათ. თაიამ გუშინ ერთი კიჭი ამოიღო. და დღეს მაინც ჩავწერთ ვიდეოს, რადგან მაინც საყვარელია. ეხლა კი გავაგრძელოთ ვიდეო და ვნახოთ რა მოხდა. ნუ თუ შევძელი გოთემ ჩესის დამარცხება, გაბრაზებული мама. მხედარი ალბათ, ნახოთ. მხედარი D5 აქ ნახე რა საინტერესო სვლა ითამაშა. მეც მოგეწაგე, მაგრამ ნახე. არ ვეტყვი ბოლოს. ხო. მხედარი D5. ნახე აქ რა საინტერესო სვლა ითამაშა. მე რომ მოუკალი ის Q-ი მომიკლა C3-ზე ქიში მითხრა და პაიკით რომ მოუკლავდი ისევ Q-ს დაიბრუნებდა, მაგრამ მე ამის არ შემშინებია, რადგან მაინც მოგებაში ვარ. და აი აქ ვიფიქრე, სხვათა შორის აქ ვიფიქრე ყველაზე მეტი რა, იმიტომ რომ აქ მქონდა მივხვდი, ყურე. ნახე ქიში მითხრა და აქ მქონდა არჩევანი. Q-4, ვაი, ეს რანაირად ახტის ვხედრით ეს Q-4, Q-2 და მეფე F1 უნდა გამეწია. აი ეს სამი არჩევანი მქონდა აქ. და შენი თამაშია ვეჭველი Q-E2, ვეჭველი ეკი. ვეჭველი? ნახე, აი Q-2-ს ვფიქრობდი, კი ბატონო, მაგრამ Q-2-ზე, ნახე, ეს Q ხო აღარ იცავს ამ პაიკს. და მომიკლავდნენ უბრალოდ B-ს და პაიკს დაუკარგავდი და ამიტომ უფრო მეფე F1-სა და Q-4-ს შორის ვაკეთებდი არჩევანს რა. აი ეს პაიკი ძალიან მომწონდა. თან იმიტომ რომ მომიკლავდა, მე Q-ი უკლავდი და ეტლებსაც უგებდი და ამიტომ არ მინდოდა ამ პაიკის დათმობა. და მოკლედ აქ გადავწყვიტე Q-4. შეიძლება მეფე F1 ოდნავ უკეთესი იყო, მაგრამ Q-4 გადავწყვიტე რატომღაც მე F5 აქ ვფიქრობდი რომ F5-ს მოვიდოდა, ამ B6-ს მოვიდოდა, მაგრამ აქ მოვიდა B-C. Q-6 არ შეგვილია ხა, ხო? რატო არ შეგვილია? Q რატო ვერ გადის? ქიშია. ქიში ეხსნება, ხო? იმიტომ ვერ გადის. აბა შენ რას გააკეთებდი შემადგილას? Q-ი გინდა რომ მოკლა, მაგრამ ვერ გადის. ხო? რატო ვერ გადის? იმიტომ რომ ეხსნება ქიში. მაშინ რა გავაკეთოთ? მე როქი. კი ბატონო, გავაკეთოთ როქი. და სწორედ მეც როქი გავაკეთე. დაიცვა Q-7, კიდევ ნახე შეუტია, აი, უკვე როდესაც გავთავისუფლდი, დავიწყე მუხარების შექმნა. Q-ლაზიერი. ხო. სწორედ ითამაშე, იმიტომ რომ პირდაპირ მოკლავდა და თან დაიცავე უყურე ეს მაგალითად მოგიკლა და უყურე ამასაც მუხარები და ამასაც. კი ბატონო. ანუ მოგეწონა ჩემი სვლა. ძალიან კარგი თუ მოგეწონა. იმან ადგა და დაიცვა. ნახე უკვე 2 დაცვა აქ. 1 2. ამიტომ მე რომ მომეკლა წავაგებდი უკვე
კუს, ამიტომ არ მოუკალი და ნახე. ხო. ხელფრთმეთაც რა გითხრა. აქ მოვედი ლაზიერი G3 და დავემუქრე რას, აბა? პაიქს. აი, ამ პაიქს, კი ბატონო. იმან ადგა ეტლი C8 დაიცვა, აი შეუტიე, შენ ხო გინდოდა შეტევა და მუქარები, აი შეუტიე ეტლი B7. უბრალოდ აქ იმანაც შემიტია F4, კუიძულებული აქ ჩამოსულიყავი, წამოვიდა და ლაზიერი აი აქ ძალიან ცუდად გამჭედა რა, ალბათ ხო, იმიტომ რომ მეფეს ვერ მიდიხარ. ხო, მეფეს ალბათ აქ შემეძრო ლაზიერები გამეცვალა უბრალოდ, ან მე თვითონ მისულიყავი F4 რა. ეს ცოტა ვიჩქარა ეტლი B7, იმიტომ რომ ლაზიერის ესე ძალიან პასიურად დადგომა არ მომწონს. თუმცა იმას ძალიან ცუდი პოზიცია აქვს, აი ეს საშინელი პაიკები აქვს. იცი რა ქვია ამ პაიკებს, ესენი? აი ხა ესენი ხო გაორებული პაიკებია. და აი ეს ნახე არის კუნძულები, იცი რა არის კუნძული? ეხა იცი რამდენი კუნძული აქვს შავებს? აი ეს პაიკები, ეს არის ერთი კუნძული. ანუ იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს იცავენ, მაგრამ აი ეს უკვე ეს პაიკები ერთმანეთს ხო ვერ დაიცავენ. ნახე რამდენი გამოდის? ერთი კუნძული, ორი კუნძული, სამი კუნძული და 4 კუნძული. ანუ ძალიან ბევრი კუნძული აქვს რა, 4 კუნძული. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ამ პაიკებს ადვილად დაკარგავს. მე მაქვს ეს ნახე, ეს თლიანი არის ერთი კუნძული. ნახე, ეს არის ერთი კუნძული, ეს მეორე კუნძული და ეს უკვე მესამე კუნძული. მე სამი მაქვს. მაგრამ თან რამდენი პაიკი მყავს ზედმეტი? აბა დაითვალე. ვიცი, ეს არა 4. 4 თუ 2? 2 მყავს, ზედმეტი მყავს 2 პაიკი. ანუ ზედმეტი მყავს მე 2 პაიკი. კი ბატონო. აქ თვითონ 4-ია ესე რო იყო. ხო. აქ ლაზიერებს მოუკალი. აქ H4-საც ვფიქრობდი და D4-საც ვფიქრობდი. მაგრამ D4 ვარჩიე რა. H4 იცი რატომ მინდოდა? რომ ეს ლაზიერი რაღაცა გამომეყვანა. ეს მერე ვითამაშე H4. ეტლი 8 მოუკალი, ეტლი 2 მომიკლა და D5. CD ეტლი მოვაკვლევინე. აბა ეტლი რომ მოვაკვლევინე, ხა რას ვითამაშებდი? აბა შენი აზრით ყვილა მოვაკვლევინე ეტლი? არა. აბა რაღაცა გეგმა მქონდა, ხო? აბა თუ გამოიცნობ ჩემ გეგმას. გამოიცნობ ჩემ გეგმას? კი. აბა გამითხარი, ოღონდ აქ არ გადადგილო, ისე მითხარი სულ. D5. ოჩა, D5, მეც სწორედ D5 ვითამაში. მეფე რო გაიწია, მოუკალი ეტლი და უკვე დამჩა რამდენიმე პაიკი ზედმეტი. 3 პაიკი. აი H4-ზე რო გეომნეოდი, ნახე? ანუ ეს ლაზიერი ხტვის მიჭამს რო რაღაცა მინდა რომ გამოვიდე რა. ანუ არ მიყვარს ხო იცი შენს პასიური თამაში, მინდა რომ აქტიურად ვითამაშო და ეს ლაზიერი ძალიან პასიურად დამიყენეს. ამიტომ მინდა რომ გამოვიდე და შეუტიო. D5 უკლავს D5-ს მოკლა და ლაზიერი H3. აი აქ ნახე, ეს სპეციალურად მოვაკვლევინე აქ ეტლი C4-ზე იქნებ მომიკლას თქო. რატომ მოვაკვლევინე სპეციალურად, აბა? შენი აზრით რატომ მოვაკვლევინე? ტყუილა მოვაკვლევინე? რაღაცა მენდომებოდა, აბა რა მენდომებოდა? რას ვითამაშებდი ახლა აქ? აბა? სამამდე დავითვლი და მითხარი სწორი პასუხი. უცებ გაგებუტები. აი, მაშინ არ დავითვლი სამამდე. მით. აბა მითხარი. რას ვითამაშებდი თეთრებით? ამას რა არის ეგ? თქვი. ლაზიერი D3. ლაზიერი D3, კი ბატონო, და რას ვემუქრებით? მეფესაც და ეტლსაც. მეფე რო გაიწევ, მოუკლავ ეტლს. კი ბატონო, აი შავებს თუ აქვთ დაცვა რაღაცნაირად. ნახე, თან დაიცვეს იმათმა. იცი როგორ დაიცვეს? ლაზიერი გადააფარეს და თან დაიცვეს ეტლი. ამიტომ მე ავდექი და მოუკალი. რატო გაუცვალე? იმიტომ გაუცვალე რომ ზედმეტი ყავდა უფრო მეტი და როცა უფრო მეტი ყავს უნდა გაუცვალო. როცა უფრო პატარა ყავს არ უნდა გაუცვალო, არ გაწყობს. კი ბატონო, ყოჩახ მართალი ხარ. როცა წინ ხართ, მაშინ გაუცვალეთ და როცა არ ხართ წინ, მაშინ უნდა შეინარჩუნოთ ფიგურები. ეტლი C1 დავდექი მე რომ აი ნახე, ეს პაიგი წავსულიყავი და წამეყვანა. ყველაზე გადიოდი. თუ არ და ეტლის ვაკავიდო და მაინც შენ გახვიდოდი, რომ მომკლავ და ეტლს კიდე მოვგებდი. კი ბატონო, დამიბლოკა პაიკი აქ.
იცი? როგორ უნდა დაებლოკა? უჯრებით თქვი, ეგრე ვერ ხედავს, თითებით რომ მეუნდები, ხალხი ვერ ხედავს ეგრე. რა ეტლი C4. კი ბატონო, ეტლი C4 უნდა მოსულიყო და მოვიდა კიდეც რომ არ გავეშვი. აქ ესეთი გეგმა გადავწყვიტე, რომ მეთქი ეს პაიკი ცოტა წავიდე და მეფეს როგორც კი შემოიყვანს თამაში, აქ მაგარი გეგმა მოვიფიქრე რა. ნახე G4 მინდოდა ავსულიყავი და გავლით აყვანას თუ გამიკეთებდა G4-ზე გავლით აყვანას, მაშინ მოუკლავდი და მე მეფე ადვილად შემოვიდოდა. და ნახე თუ აი ამ პაიკს ჩამოვიდოდა რა მაგარი გეგმა მქონდა, ნახე მეფე H2 ავედი, რომ მე მივსულიყავი აქ და მომეგო ეს პაიკიც და აი რომ მომიკლავდნენ აი ამას რაც შეეშალა ჩვენს ბატონ გოთემ ჩეს და არ უნდა მოეკლა აქ. იმიტომ რომ უკვე აბსოლუტურად წაგებულია. მანამდეც ძალიან ცუდი პოზიცია ქონდა, მაგრამ ხა უკვე აბსოლუტურად წაგებული პარტია აქვს. გახვედი უკვე. ვაპირებდი გასვლას, მაგრამ ნახე, მოდი ჯერ გაუცვალოთ ეტლები, რომ პრობლემა აღარ გქონდეს. მერე გავალ ლაზიერში, კი ბატონო. მეფე G1 და წამოვიდა. მაგას ქვია ენდშპილი ხო? ენდშპილი ქვია მაგას, კი. თამაშის დაბოლოებას ქვია ენდშპილი. ეხლა ნახე აი თქვენც გასწავლით და თაია შენც გასწავლით. ნახე, ეს არის შორეული გამსვლელი პაიკი. და ამას ეცადე ხოლმე რომ ხელი არ მოკიდო. მიხვდი, იცი რატო? ეხლა რო წავიდე მოვა, კიდე წავალ მოვა და მომიკლავს. სადაც ხვიდე აქ მოგიკლა. მომიკლავს ხო? ანუ ვერ გავდივარ ლაზიერში, ხო? ხო და რო ვერ გავდივარ. იცი რა ვშვები? ნახე, მოდი ჯერ მეფით წავალ აქ, მოუკლავ ამ პაიკებს. აი ესეც გავაკეთე მეფე H2. მეფე H3 მოვდივარ ჩემთვის. ის ხო უნდა წავიდეს იმ ჩემი პაიკისკენ. და ეს სატყუარად ვიყენებ მე იმ პაიკს. კი არ გავდივარ ლაზიერში. სატყუარად ვიყენებ. წავიდა ეს მოუკლა და მე აქეთ ავუყვანეთ ყველა პაიკი. და კიდე ეს პაიკი დაგჭა გასასვლელი. კი ბატონო და აი აქ ვითამაში ნახე, აქ კი არ წავედი რომ მოეკლა ჩემთვის ეს პაიკი. არამედ ნახე ორივეს ვაკვლევინებ. გინდა ეს მოკლას, გინდა ეს მოკლას. თუ ამას მოკლავს H პაიკს გავალ ლაზიერში, თუ ამას მოკლავს F პაიკს გავალ ლაზიერში. მოკლა არც ერთი არ მოკლა ამან და წავედი მე და უკვე მოგებული. ლაზიერში, კი ბატონო, ლაზიერით შამათი ჩვენ ასწავლი გვაქვს. რა უნდა ვქნათ? ლაზიერის გამბიც მასწავლე. ლაზიერით გამბით მე ვისწავლოთ. ლაზიერით შამათი, ერთი ლაზიერით შამათი ხო გვაქვს ნასწავლი? კი, ესე უნდა მიხვიდე და სულ მხედრის ხაზით უნდა დაუკავო. მხედრის ხაზით უნდა დაუკავო, კი ბატონო. მე მეფეც უნდა მიახმარო. ყოჩახ. ნახე, მე როგორც შენ გასწავლე, ზუსტად ისე გავუკეთე, წინა ხაზები დაუკავე, როგორც მხედრის უჯრა და შემდეგ შენ არ გისწავლებია ბაბუმა. ხო, ბაბუმ გასწავლა? მე ხო გასწავლე. არა? კი. სკოლაში. ანუ ესე იგი ყველამ გასწავლა. ძალიან კაი. ხო და მეც იმას ვქენი რა ქვია. ეგრე ზუსტად ჩაუსვი შამათი და გოთემ ჩესი დამარცხებულია. ვინ გააბრაზა მამა, ჰა? თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.